ვერა, შენი ბრძოლა უკვე დაინიშნა და რას გვეტყვი ამას? გახარებული ვარ, რომ კიდე ერთი ბრძოლა დამენიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ომალი ერთხელ დავამარცხე, დარწმუნებული ვარ ის სხვა გეგმით და უფრო მოტივირებული გამოვა ოქტიგონზე და ამიტომ მე შესაბამისად ყველაფერს ჩავდებ. ამ ბრძოლისთვის მომზადებაში, ვარჯიში, თვითონ ბრძოლაში და დავიხარჯები ბოლომდე, რათა კიდე ერთხელ გავახარო ქართველი გულშემატკივარი, ჩვენი ემიგრანტები. ეს ბრძოლა ჩატარდება ნიუ-ჯერსში, რაც ძალიან მაგარი და ნიუ-ჯერსში ძალიან ბევრი ჩემი ქართველი ემიგრანტი მეგობარი ცხოვრობს და ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს ზოგადად, ასევე გვერდითა შტატებში, ნიუ-იორკში და ფილადელფიაში და ანუ დარწმუნებული ვარ, მთელი ნიუ-ჯერსი, მთელი დარბაზი ჩვენ ვიქნებით და მართალია ეს ბრძოლა საქართველოში არ ტარდება, მაგრამ ნიუ-ჯერსში ვიგრძნობ თავს როგორც საქართველოში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი ჩვენ ვიქნებით დარბაზში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს იყოს ჩვენი დღე, ჩვენი გამარჯვების დღე და ქართული სპორტის ზეიმის დღე და ქართული სულის და ქართველი ემიგრანტების გამარჯვების დღე და მოკლედ ყველაფერს ჩავდებ ამ ბრძოლის მომზადებაში და მოკლედ არ დავიშურებ არაფერს. კიდევ ერთხელ ვიძახი, ადვილად არ უყურებ მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე მოგებული მაქვს, ეს უკვე ახალი ბრძოლაა და ახალი შემართებით, ახალი გამარჯვება, ახალი ისტორია უნდა დავწეროთ და მე მზად ვარ. დარბაზში ვარ ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე ვარჯიშობ და ქართველებო გენაცვალეთ, თქვენი მერაბდვალიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაგახაროთ კიდევ ერთხელ. აბადრობით მეგობრებო, შევხვდებით 7 ივნისს. აბაჰე. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.